Но смотрите, это дополнительная работа, соответственно, дополнительный доход. А подскажите, вам сколько лет? Понял. А вы гражданин Грузии, верно? Какого города, где проживаете? ამ ჟურნალისტურ გამოძიებაზე შაბათის ეთერის გუნდი უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს. ჩვენ ვაგროვებთ მტკიცებულებებს თქვენთვის იმის მოსაყოლად, რომ ევროპელი პენსიონერების ძარცვის შემდეგ თაღლითები კოლ-ცენტრებიდან უკვე საქართველოს მოქალაქეების ძარცვაზე გადავიდნენ. ევროკავშირის ქვეყნებში მათ ყველა გზა ჩაუკეტეს, ამიტომ ახლა სამიზნე საქართველოს მოქალაქეების ფულია. ეს არის პირველი შემთხვევა ქართულ სატელევიზიო სივრცეში, როდესაც ჩვენ მოვიპოვეთ იმის მტკიცებულებები, როგორ იყენებენ საქართველოს მოქალაქეებს და მათ საბანკო ანგარიშებს ქართველებისვე გასაძარცვად. კოლ-ცენტრის თანამშრომლებთან ხანგრძლივი საუბრების შემდეგ ჩვენ მათ შეცდომა დავაშვებინეთ და თაღლითების ამ საბედისწერო ნაბიჯით გავშიფრეთ მთელი სქემა. ყველაფერი მომხიბლავი რეკლამით იწყება. ბიძინა ივანიშვილის, სალომე ზურაბიშვილისა და გიორგი გახარიას ფოტოსურათებიანი რეკლამით სოციალურ ქსელში ცდილობენ თქვენს დარწმუნებას, რომ თუ მათ გზას დაადგებით, მალე გამდიდრდებით. ჩვენი ჟურნალისტური გამოძიებაც ასე იწყება. სალომე ზურაბიშვილის ფოტოზე თითის ერთი დაჭერის შემდეგ თაღლითების ჯგუფი ჩვენს ტელეფონზე რეკავს. კავშირზეა კოლ-ცენტრი. Извините, пожалуйста, можете сказать, в каком стране вы находитесь? В Грузии, в Кахете. А если вы в Грузии, в Кахете находитесь, почему мне звоните тогда из британского, из бельгийского, из чешского номеров телефона? Поймите, у нас большая компания, мы сотрудничаем с разными странами. ასე იწყება ევროპელი პენსიონერების შემდეგ საქართველოს მოქალაქეების ძარცვის პროცესი. ერთი შეხედვით უწყინარ შეკითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ გვეუბნებიან, რომ მზად ვართ დიდი ფულის კეთება დავიწყოთ. Меня не интересуют ваши $4000. Я хочу, чтобы вы как можно дольше сотрудничали с нашей компанией, доверяли и оставались довольны. У нас есть несколько вариантов, как вы можете активировать свой торговый счет. Но давайте перед этим пройдемся по таких этапах. როგორ ატყუებენ ხალხს? რიგით მოქალაქეს არწმუნებენ, რომ თუ ამ ვებგვერდზე საბანკო ბარათის მონაცემებს შეიყვანენ და იქიდან ფულს გადარიცხავენ, დაიწყებენ ვაჭრობას ნავთობ ბირჟაზე. გახდებიან სოკარის აქციონერები და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნავთობ კომპანიის აქციებით ივაჭრებენ. ნავთობს იყიდიან იაფად და გაყიდიან ძვირად. Как вы им сказали, вы представляете Сокар, да? Да, мы проект компании «Сокар». Да, я нашел офис компании Сокар в Портачало. Это является вашим офисом? Улица Ялбузи, 24. Это является вашим офисом? Да. თაღლითები კარგად გაწვრთნილები არიან. არ გაძლევენ ფიქრის საშუალებას, ცდილობენ რაც შეიძლება მალე გადაგარიცხინონ ფული. მეტი დამაჯერებლობისთვის გეუბნებიან, რომ მათი ოფისი საქართველოში, თელავშია და იქიდან ატრიალებენ მილიონებს. Я очень нервничаю, что те деньги, которые я буду вкладывать в ваш бизнес, может, они сгорят. Я очень нервничаю из-за этого, потому я задаю столько вопросов. ჩვენ კოლ-ცენტრის თანამშრომლებთან ნდობაში შევდივართ. მათზე ვტოვებთ შთაბეჭდილებას, რომ ვართ კარგი დანაზოგის მქონე მოქალაქეები, რომლებსაც ფულის ჩადება უნდათ და უბრალოდ ვნერვიულობთ, რომ ეს ფული არ დაგვეკარგოს. Вы переживаете, я так понимаю, да? Да. И сомневаетесь, так как много мошенников. После того, как вы мне сказали, что это программа при поддержке президента Грузии, ясно, что это вызывает с моей стороны доверие, из-за этого я доверяю вашей программе. Есть клиенты, которые мне подарки отправляют, и с которыми мы регулярно встречаемся, потому что они поверили. ამ ჟურნალისტური გამოძიების რამდენიმე თვიან პერიოდში ჩვენ არაერთი კოლ-ცენტრის ოპერატორთან საუბრის ჩაწერა მოვახერხეთ. დავაფიქსირეთ და შევინახეთ კოლ-ცენტრის 30-მდე ქართული, ასევე 3 ბრიტანული, 1 ჩეხური, 1 ბელგიური და ასევე აფრიკული ნომრებიც. ჩვენი მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტი მტკიცებულება მოგვეპოვებინა იმის დასამტკიცებლად, რომ ევროპელი პენსიონერების შემდეგ ახლა ძარცვის სეზონი საქართველოს მოქალაქეებზეა გამოცხადებული. В моей стране очень популярно метод обогащения господина Иванишвили, что я читал на вашей рекламе, и я заинтересовался. Иванишвили, он полностью
финансирует ваше обучение его фонда, предоставляет вам аналитика, который будет вас обучать. მეტი დამაჯერებლობისთვის გვეუბნებიან, რომ ჩვენი გამდიდრების პროგრამა ბიძინა ივანიშვილთან ერთად შეიმუშავეს და რომ ქართულ ფონდის ანალიტიკოსი გვასწავლის, როგორ ვიშოვოთ უმოკლეს დროში დიდი ფული. Если говорить простым языком, то это самая обыкновенная торговля. То есть что вы делаете? Вы покупаете дешевле, дороже продаете и зарабатываете на разнице. Ничего сложного в этом нет. Это валюта, евро, доллар, сум, тенге, лари, не более 33 валют всех стран мира. Также это сырье. Это нефть, это газ, золото, драгоценные металлы. И фондовый рынок акций крупнейших компаний. Google, Amazon, Samsung, Tesla, Coca-Cola, Nike. ივანიშვილის სახელს ამ თაღლითურ სქემაში აქტიურად იყენებენ. კოლცენტრის უკვე მეორე ოპერატორი გვიმტკიცებს, რომ მსგავსი მოდელი საკუთარი ხალხის გასამდიდრებლად ქართველი მილიარდერის მსგავსად უზბეკმა მილიარდერმა ალიშარ უსმანოვმა შექმნა. Делал господин Бедзина Иванишвили. Мне интересно, он создавал эти курсы? Конечно, он участвовал напрямую в создании данного курса. Мы работаем с Узбекистаном. В Узбекистане самый богатый человек Алишер Усманов. Мы с Усмановым разрабатывали специальный курс для узбеков. А в Грузии с кем вы работали? Кто разрабатывал эти курсы? Фонд Бедзина Иванишвили. Да, то есть это обучающий курс. ფსიქოლოგიური წნეხი რამდენიმე დღეს გრძელდება. რეკავენ და გარწმუნებენ, რომ ვირტუალურ ბიზნესში ფული უნდა ჩადო. ჩვენ თანხმდებით. ამის შემდეგ უკვე ვებგვერდზე დაშვების კოდს გვაძლევენ, სადაც პირად ანგარიშს გვიხსნიან. ჯერი ფულის გადარიცხვაზე დგება. То есть рассматривали сумму $250, правильно? Угу. Хорошо. Вам эта сумма доступна на карте? На карте, да. Видите, есть кнопочка сверху, депозит пишет у вас. Да. Да, нажимайте Да. и выбирайте кредит, дебет, карт. Там все, что нужно, заполните. ჩვენი საბანკო ბარათის მონაცემები კოლცენტრის ოპერატორს რომ მივცეთ თანხას მოხსნიან და ვერასდროს გავიგებთ, ვინ დგას ამ ძარცვის უკან. ჟურნალისტური გამოძიებისთვის კი მნიშვნელოვანია მტკიცებულებები. ამიტომ ოპერატორს ვეუბნებით, რომ ბარათიდან ფულის დაკარგვის გვეშინია. მონაცემებს სისტემაში ვერ შევიყვანთ, თუმცა მზად ვართ თანხა მათ მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩავრიცხოთ. Я могу через интернет-банк перечислить на этот счет деньги. აქ უკვე პაუზაა. ხვდებიან, რომ ანგარიშის ნომრით ჩვენ თაღლითური სქემის მონაწილეებზე გავალთ. თუმცა ჩვენთან რამდენიმე $1000 ეგულებათ და ფულის მიღება იმდენად უნდათ, რომ საბედისწერო შეცდომას უშვებენ. კოლცენტრიდან ქართული ბანკის 2 ანგარიშის ნომერი მოდის. Я вам отправлю 2 разных сообщения отдельно. В первом это будет номер счета. Во втором это имя, фамилия отправителя. აქვთ კატეგორიული მოთხოვნა, რომ ფული ქართული საბანკო ანგარიშიდან უნდა გადაირიცხოს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვიყენოთ რომელიმე ამერიკული ბანკი. А вы были в Америке? У вас есть гражданство Америки? Нет, но у меня есть долгосрочная виза. У вас есть просто виза. А американскими банками вообще пользуетесь? Просто интересно. А вы хотите из американского банка, чтобы я перечислил деньги? Нет, ни в коем случае, не нужно, нет. დარწმუნდნენ, რომ ფულს ქართული ბანკიდან ვრიცხავდით. კოლცენტრი ჩვენგან თანხას ელოდება. ერთი ანგარიში უკვე ჩვენს ხელშია. გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდის ოფისში ვადგენთ ანგარიშის მფლობელის ვინაობას. ეკო, პირადი ნომერი არის? ჩვენს ხელში კიდევ ერთი მტკიცებულებაა. ახლა ვცდილობ დავადგინოთ სატელეფონო ძარცვისთვის არის თუ არა სისტემურად გამოყენებული საქართველოს მოქალაქეების ანგარიშები. ამიტომ კოლცენტრის ოპერატორს ვეუბნებით, რომ ტრანზაქციას ვერც ამ ანგარიშზე ვახორციელებთ და იქნებ სხვა მონაცემიც მოგცეს. ჩვენთან ახალი ანგარიში იგზავნება. ანგარიში მოგცე, ახლა შენ უნდა ამოაგდო ანგარიშიდან ვისია. ხო. კახაბერ ჩუგიანოვს ეკუთვნის. კახაბერ ჩუგიანოვის ანგარიში. შეგვიძლია ბაზაში შევამოწმოთ ხავს რომ საქართველოს გადავრიცხოთ. მოქალაქეა თუ არა ან ვინ არის. აუ, რუსუდან თავარდქილაძეც ნახოს ანგარიშიანს თუ გაძლევს ვინმეს რა. ანუ ჩვენ გვინდა რუსუდან თავარდქილაძე, რომელსაც საქართველოს ბანკში აქვს ანგარიში. ეკო, ეხლა შენ უნდა მოაგდო რუსუდან თავარდქილაძე. ახლა ჩვენს ხელშია 2 მტკიცებულება, რომ საქართველოს მოქალაქეების ანგარიშებს ქართველების ძარცვისთვის იყენებენ. ჩვენი ბაზებით ვადგენთ 2-ვე ანგარიშის მფლობელის მისამართს, თუმცა გვინდა უფრო მეტი მტკიცებულების მოპოვება. ამიტომ ვეუბნებით, რომ ანგარიშის ნომრით თანხა ისევ არ ირიცხება და მზად ვართ ფული მიმღებს პირადი ნომრის საშუალებით ჩაურიცხოთ. კოლცენტრის ოპერატორი აზარჩია შესული და ჩვენი ფულის დაკარგვა არ უნდა. ამიტომ მიმღები ფიზიკური პირის პირად ნომერსაც გვიგზავნის.
ახლა ამ დანაშაულებრივი სქემის გასაშიფრად ჩვენ ყველა მონაცემი გვაქვს და ტელეფონს ვთიშავთ. ამის შემდეგ იწყება ნამდვილი სატელეფონო ტერორი. ერთდროულად 30 ქართული ნომრიდან შემოდის ზარი და დაჟინებით ითხოვენ ფული ჩაგურიცხოთ. ბოლოს საქმე მუქარამდე მიდის. Я не хочу иметь с вами отношения, понятно? А вы мне звоните и звоните уже 35-й раз. Буду звонить 100 раз, если в этом есть потребность. რამდენიმე საათის განმავლობაში ტელეფონი არ ჩერდება. გასაგები ხდება, როგორი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არიან пенсионерები, რომლებსაც ფულს მოტყუებით სძალავენ. Вы занимаетесь аферой. Я еще когда иду на работу по пути, беру котят маленьких в мешок, бросаю их с моста и топлю. Я встречаюсь с разного рода ростовщиками и продаю им детские органы. Еще спонсирую терроризм. Все записи разговора. И подам в полицию. Обязательно. И что дальше? Все. The number you have called is temporarily out of service. Please try again later. ერთ-ერთი გამორთულია უკვე ნომერი, საიდანაც გვირეკავდნენ. ჰალო? Your call will be answered by the next available operator. არავინ არ გპასუხობს და ავტომობილსუხი აქვს ჩართული. თქვენ დაუკავშირეთ მაქტიკომს. უი, რა სამბობ, თქვენი ნომრით შეიძლებოდა ვინმეს ესარგებლა? რუსულად გვესაუბრებოდა პირი დიდი ხნის განმავლობაში და გვთავაზობდა რომ ჩაგვედო ფული. ისარგებლეს როგორც აღმოჩნდა, ასევე კონკრეტული პირის ტელეფონის ნომრით, რომელსაც კავშირი არ აქვს ამ ყველაფერთან და მათ შეუძლიათ რომ მისი ნომრით ისარგებლონ. თქვენი ნომრიდან დაგვირეკეს. შესაძლებელია რამე სხვა გზით დაერეკა თქვენი ნომრიდან? ფაქტია რომ სხვის კუთვნილ ტელეფონის ნომრებსაც იყენებენ, ეს მხოლოდ ქართული ნომრების გადამოწმება მოვახერხეთ ახლა, თუმცა გვაქვს არაერთი უცხოური ნომერი, რომლებთან დაკავშირებაც ასევე შეუძლებელია, როგორც ჩანს, მათ მხოლოდ ჩვენთან შეუძლიათ დარეკვა და ჩვენ არ შეგვიძლია უკავშირდეს განხორციელება. კოლცენტრიდან ჩვენთვის გამოგზავნილი საბანკო ანგარიშებითა და პირადი ნომრით ვადგენთ საქართველოს იმ მოქალაქეების ვინაობას, ვის ანგარიშებსაც თაღლითები იყენებენ. ერთ-ერთი კახაბერ ჩუგიანოვია სოფელ ქანდადან. აქ იქნება თუ იცით? თუ სამსახურში არ არის? სად მუშაობს? იმეს ხელობაზე. ხელობაზე? კარგით, მადლობა. 42 წლის კახა ჩუგიანოვი, რომლის ანგარიშსაც თაღლითური კოლცენტრის ოპერატორები ფულის გამოძალვისთვის იყენებენ, ოჯახთან ერთად უკიდურეს გაჭირვებაში სოფელ ქანდაში ცხოვრობს. დედა გვეუბნება, რომ დღეს გაზს გაუთიშავენ, რადგან კომუნალური გადასახადებიც კი ვერ დაფარეს. აი ეს ფული ირიცხება თქვენი შვილის ანგარიშზე. რამე რაღაცა დაეთყობოდა მაშინზე და არაფერი ფინანსური გაზი ნახევარი მაქვს გადახდილი და თვითონაც იცის და სადმე ვიშოვიო დედილასა და 40 ლარია 45 კიდე გადასახდელი და მოვალ ჩაგიჭრით თუ და ქმარიც 65 წლის პენსიონერი, ისაც მალე არ ათმუშა. ლიანა ჩუგიანოვასთვის დაუჯერებელი აღმოჩნდა ის, რომ მისი ხელოსანი შვილი ფინანსურ მაქინაციებშია ჩართული. ირკვევა, რომ ჩუგიანოვები 25 წლის განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდნენ და მას შემდეგ, რაც 10 წლის წინ საქართველოში დაბრუნდნენ, კახაბერ ჩუგიანოვი თავს მხოლოდ ხელოსნობით ირჩენს. ცნაირია 42 წლის კაცია და იტყვი რომ 22 წლის ან ახალგაზრდა ან რა ვიცი. მართლა ხო? მინდობი და აგრას მაგ მინდობით დაიღუპნენ მამაცა და შვილიც. რატო რას გულისხმობთ რაღაცასა? ფული სადაც ვის ჩაუდეს ყველამ გადაგვაქვს რასაც ქვია და სადმე ჩადეს ფული და გადაგაგდეს? რო ჩამოვედი თავიდან ბინაც გავყიდეთ რა. ეთყობა მუშაობს კახა? კახასი მუშაობს და ხო ამძნელად იღებს ხოლმე ამ. კახაბერ ჩუგიანოვმა სატელეფონო ზარებზე არ გვიპასუხა. თუმცა მისი ოჯახის წევრებთან და ქანდელებთან გასაუბრების შემდეგ რჩება განცდა, რომ თაღლითებმა ქანდელ ჩუგიანოვს ბანკში ანგარიში მხოლოდ მცირე გასამრჯელო სანაცვლოდ გაახსნევინეს. თავად კი არაფერი იცის, ვინ რას ატრიალებს მისი საბანკო საფულიდან. თუ არის მიდის მუშაობს ის რა ქვია, ლესვაზე რა მიდა. თუ არის, თუ არა. თუ არა და სახლშია. კახაბერ ჩუგიანოვი ერთადერთი არაა, ვის საბანკო ანგარიშსაც ეგრეთ წოდებული კოლცენტრი ძარცვისთვის იყენებს. ჩვენთვის გამოგზავნილი ანგარიშის ნომრებიდან კიდევ ერთი მოქალაქის ვინაობას ვადგენთ. ეს ზოომაღაზიის გამყიდველი რუსუდან თავართქილაძეა ბათუმიდან.
მე ახლა გამემიზახებ მილიციას. მე არ მინდა კამერაში მომიღებ. თავარქილაძე გვიდასტურებს, რომ მისი ანგარიშის გამოყენების უფლება კოლ-ცენტრს თავად მისცა, რადგან ფულს დაპირდნენ. თუმცა გვიმტკიცებს, რომ არ იცნობს ხალხს, ვისაც საბანკო ანგარიშის განკარგვა მიანდო. საიდან გამოდით ჩემ ხმაზე? თქვენი ანგარიშის ნომერი მოგცეს ამ კომპანიაში ქალბატონ რუსუდან. შემთავაზეს მუშაობა, რომ შემდეგაც მოირიცხება ფული, იქიდან მე გადაურიცხავ მაგერს და მე დამჭირდა პროცენტი. რაც უფრო მეტ სახას დამატებს, უფრო მეტი მოგიბაგეთნებაო. რუსუდან თავარქილაძე შესაძლოა თავადაც თაღლითობის მსხვერპლი აღმოჩნდეს. ორ სამსახურში მუშაობით შეგროვილი 500 ლარი მოგების მიღების მიზნით კოლ-ცენტრის ოპერატორის მითითებით მას თითქოს და ნავთობით ვაჭრობის ბიზნესში ჩაადებინეს. უთხრეს, რომ ყოველთვიურად მისი სარგებელი 50 ამერიკული დოლარი იქნებოდა. თუმცა ეს თანხა რუსუდან თავარქილაძეს ამ დრომდე თვალით არ უნახავს. რა ადამიანი გაჭირვებაშია, ორ სამსახურში მუშაობდა, თავი გევიტანო ნაკირაევში ცხოვრობდა. უბრალოდ ონლაინში ვნახე, ვაი კომპანია, მე მამ სოკარში ინვესტიციაში ჩავდები 500 ლარი. ეშო 50 დოლარს მეიგებო და პირობა შეასრულეს, ეს 50 დოლარი მოგცეს თვეში? ჯერ არა ხო? ამ ჟურნალისტურ გამოძიებაზე მუშაობა ჩვენ 2022 წლის 9 ნოემბერს დავიწყეთ. ბოლო ჩანაწერი 2023 წლის 19 აპრილით თარიღდება. რაც ადასტურებს, რომ საქართველოს მოქალაქეების ძარცვა პრეზიდენტისა და უმსხვილესი ნავთობ კომპანია სოკარის სახელით მინიმუმ 6 თვეა მიმდინარეობს. ჩნდება კითხვა: მფარველების გარეშე შეძლებდნენ თუ არა ამას თაღლითები? მით უმეტეს, რომ ზარები 30-მდე სხვადასხვა ქართული ნომრით ხორციელდება. ანუ ეს პროექტი თქვენია რეალურად თუ თაღლითები იყენებენ ამის გარკვევა გვინდა? ხო, ზუსტად იცით? ან პირველად არ გესმით? არა, პირველად არა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი. ვახვილეთ იმის ამის შესახებ პოსტი, რომ ეს იყო თაღლითების სქემა, რამდენიმე ადამიანი მოგინებს ამის მსხვერპლი და გავაფრთხილეთ ჩვენი მხრიდან, რომ არ ედოთ თავის სახის ინფორმაციას. ეს იყო სოკარის რეკლამა. კომპანია სოკარში გვეუბნებიან, რომ მათი სახელით თაღლითობის ამბავი პოლიციას 2022 წლის დეკემბერში აცნობეს. თუმცა ხალხის ძარცვა ნავთობ კომპანიის სახელით დღემდე მაინც გრძელდება. რომ არა გავლენიანი მფარველები შეეძლო თუ არა ამის აღკვეთა სახელმწიფოს. 5 თვის შემდეგ სოკარში ისიც კი არ იციან, გამოძიებამ რამე დაადგინა თუ არა. საბჭოთან სავარგაროებს მიმართა ჩვენი კომპანია. მიმართეთ. რეაგირება მოყვა ამას რამე სამართალდამცავების მხრიდან თუ იცით? გამოძიება ხომ არ დაწყებულა? ვინ დგას ხალხის ძარცვის უკან? და ყავთ თუ არა მათ მფარველები ხელისუფლებაში? ფაქტები ამ კითხვებს აჩენს და ორ დასკვნამდე მივყავართ. ან სამართალდამცველი სისტემა კოლ-ცენტრებში სისტემურ დანაშაულზე ვიღაცის ინტერესის გამო თვალს ხუჭავს, ან ქვეყანაში ეს სისტემა უბრალოდ არ მუშაობს.